ივანიშვილი აფინანსებდა ტრამპს, აფინანსებდა მისი სიძვის მეშვეობით, კუშნერის მეშვეობით, ამაზე აუცილებლად იქნება გამოძიება ახლა ამერიკაში. ერთი წამით ახლა ძალიან მაინტერესებს. არსებობს ყალბი ამერიკაც. ეს დონალდ ტრამპია. მსოფლიო მასხარას ეძახდნენ წლების განმავლობაში, მაგრამ ეს კლოუნი ბოროტი კლოუნი აღმოჩნდა. ძალიან საშიში. ჩემი ქვეყანა არასდროს ყოფილა ისეთი რუსული, როგორც ტრამპის დროს. ყველაზე სუსტი პრეზიდენტი ამ მხრივ, რუსეთთან ყველაზე უფრო კარგ ურთიერთობებში მყოფი, საქართველოს პრაქტიკულად რუსეთისთვის გადამცემი პრეზიდენტი უკვე შეიცვალა ამერიკის შეერთებულ შტატებში. ბაიდენია პრეზიდენტი შეერთებული შტატები ამბობს უკვე იმას, რომ გაკოტრებული ოლიგარქის პრეზიდენტად არჩევა არ იყო ყველაზე კარგი ნაწილი ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიის. Რაღაც ოლიგარქიული ინსტინქტები ტრამპს არ პირად ურთიერთობებზე მაღლა დააყენა თავის პირადი ინტერესები. რამდენად ირონიულია ყოფილი პრეზიდენტის ზურაბიშვილის პრეზიდენტ ტრამპის ინაუგურაციაზე დასწრება. ნახეთ მის მიერ გავრცელებული შეთქმულების თეორიები იმის შესახებ, რომ ტრამპმა მისი პირველი პრეზიდენტობის დროს არჩევნები რუსეთის დახმარებით მოიგო. ახლა ის მსგავს შეთქმულებას საქართველოს წინააღმდეგ უწევს პროპაგანდას. ოპოზიციას რაც შეეხება, მათთვის სასიკეთო არაფერი არ ხდება, არც ქვეყნის შიგნით, არც ქვეყნის გარეთ, არც მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში. ოპოზიცია არის დანგრეული, გაუბედურებული, გაფარჩაკებული. ჩვენ არაერთი განცხადება მოგვისმენია ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან, როდესაც ტრამპს პირდაპირ ოლიგარქს ჯამბას უწოდებდნენ, ამის ვიდეო კადრებიც არსებობს, ამის დამადასტურებელი მასალებიც არსებობს. ესენი ჩვეულებრივი ფარისევლები არიან, მათ არც ქვეყანა აინტერესებს, მათ უბრალოდ თავიანთი პატრონები ყავთ და ვიცით ჩვენ ვინ არიან ესენი, საიდან იმართებიან. პრეზიდენტ ტრამპს მოიხსენიებდნენ კოლექტიური ნაცნობობის წარმომადგენლები, მათ შორის ვინც ახლა მიდიან ინაუგურაციაზე, რუს ოლიგარქად, ამერიკის სირცხვილად. ისე საინტერესო იქნება ახლა ინაუგურაციაზე, ტრამპის მომხრეებს ეტყვიან თუ არა, რომ მიაჩნიათ ტრამპი ამერიკის სირცხვილად. იქიდან როგორ გამოასწრებენ, კარგი სანახავი იქნება ხაზარაძე რო გარბის თუ წინ თუ ზურაბიშვილი, რომელი გამოასწრებს, რომელს. საკმაოდ ირონიულია ის განცხადებები, რაც სულ რამდენიმე თვის წინ ხო არა საუბარი დიდი ხნის წინ, სულ რამდენიმე თვის წინ ისმოდა, მათ შორის თუნდაც საქართველოს წინა პრეზიდენტის მხრიდან ტრამპთან დაკავშირებით, რომ თუმცა ეს არის ტრამპის და პუტინის და რუსეთის ხელდასმული პრეზიდენტი, რუსეთი ჩაერია არჩევნებში და ასე მხოლოდ ასე შეძლო ტრამპმა ხელისუფლებაში მოსვლა, ძალიან საინტერესო იქნებოდა თუ ქონდა რაიმე ტიპის გადაკვეთა ამ ადამიანებთან, რას ეტყოდა სალომე ზურაბიშვილი, ან ვის ართმევდა ხელს, ვისთან ვის ხვდებოდა, ეს ძალიან საინტერესო იქნებოდა. რასაც ხედავთ ხოლმე ჩვენ კიდევ ერთხელ ზეღანაც აღვნიშნე, ეს არის ეს ხმაურის შექმნა ძალიან მოკლევადიანი პოლიტიკური ინტერესებისთვის. როცა შენ ერთის მხრივ აბრალებ, რომ ის რუსეთის დახმარებით გახდა ამერიკის პრეზიდენტი 2016 წელს, რო ყველაზე რუსული პოლიტიკის გამტარებელი ამერიკის პრეზიდენტი იყო ისტორიაში და ახლა მას აქებდა და გაუწყდა რას ამბობდი, ამაზე ეს არის სრულიად მიუღებელი.